ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ამიტომ ქართველი ხალხისადმი ჩვენი მკაფიო გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. თუმცა ვიდრე ხელისუფლება დგამს არასწორ ნაბიჯებს, ჩვენ არ ვაპირებთ წინსვლას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში. სამწუხაროდ ის, რაც ხდება საქართველოში, არ შეესაბამება დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებას. ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესებით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად საქართველო ლიეტუვასგან საკმაოდ შორს არის, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ემოციური, ისტორიული და კულტურული კავშირები. სამწუხაროა, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროკავშირს. ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ, რომ მათ პატევი უნდა სცენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, ვფიქრობ, ვითარება საკმაოდ რთული იქნება. ეს იმედგამაცრუებელი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც ელის, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას განაგრძობს.